ირგვლივ სიცოცხლის ნიშანწყალი არ არის. ქვების გორების გარდა არაფერი ჩანს. თუმცა ახლა მორიგ ბენეფიციართან მივდივართ გადაღებაზე. თურმე მათი საცხოვრებელი კონტეინერი ამ ქვების სასაფლაოშია ჩამალული. ცხოვრობ ქვისამტვრევ ქარხანაში, ძალიან მტვერში. ისეთი მტვერი არ წყალს აწვდიან არაფერთა. ისეთი მტვერი არის ხოლმე, რომ ბავშვებს გარეთ სულ დავკეტავს ყველაფერს და ბავშვები მიმყავს სადღაც მუხების ქვეშა, რომ ბავშვებმა ცოტა ჰაერი ისმოთქონ. თორე აქამდე დაიხოცებოდნენ ეს უბედური ბავშვები. ირმისაშვილების ოჯახი წლებია ვაგონში ცხოვრობს, უკიდურეს გაჭირვებაში. ცუდი მტვერია ხოლმე, შავად მოდის ხოლმე, წყალს საერთოდ არ უშვებს. წყალს არ უშვებს და მე ჩვენ წავად ვხდებით ხოლმე ჩვენს ზოგჯერ. და ჩვენ სხვაგან საიდანღაც მოგოქ ხოლმე წყალი, რომ ჩვენ კარგად ვიყვეთ და ჯამთელები ვიყვეთ. ამ ხელა ქალი ვარ, პენსიონერი ვარ და ჯერ ჩემს საკუთარ და სახლში არ ამძინებია. ვინდა რომ აი სიმყუდროვე მქონდეს, პატარა კოტეჟი იყოს და ჩემი შვილებთან ერთად არ ცოტა ხანი მაინც მაცოცხლა. რას უწყლები ჩამოდის მაღლიდან ამოწვევს გარეთ სათანადო ისე ჩამოინგრევა სულა. ვაი ცუდი ამინდია ხომ და რამე საჭმელს აქვაკეთებთ ფეჩზე. ბავშვები არიან ჭამა ხომ უნდა. ანასტასიას და დარინას ნამდვილი სახლი არასდროს ჰქონიათ. ჩემი ოცნება არის მქონდეს ლამაზი სახლი, რომ ჩემ ოთახში ვიცხოვრო და ბედნიერი ვიყო ჩემ ოჯახთან.